ატესტატების გაცემა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 23 ივნისიდან დაიწყო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის გასაცემად განაცხადების მიღება. ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში. განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მინდობილმა პირმა, ან 18 წლამდე ასაკისპირის შემთხვევაში მშობელმა. 31 დეკემბრის ჩათვლით მზა დოკუმენტი განაცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა. მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი განცხადების ჩაბარებისას განცხადებლისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით. ანა მარია კამულაძე პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი დეკლამატორთა კონკურსის გამარჯვებულია. შენ სისხლო ჩემო მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა და მასში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დეკლამატორთა კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილება ზესტაფონელი გოგონასთვის მეორე გამარჯვებაა. ამავე კონკურსზე ის შარშანაც უპირობო ლიდერი იყო. წლევანდელი წარმატებით კი ანა მარიამ ფაქტიურად დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ დეკლამატორთა კონკურსში მეორე ადგილი ასევე ზესტაფონელმა გიორგი ბოგვერაძემ დაიკავა. პარალელურად საჩხერეში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსიც. სხვათა შორის არ ველოდებოდი პირველი ადგილის აღებას. იმიტომ რომ წინა კონკურსისგან განსხვავებით ამ კონკურსში კონკურენცია უფრო მაღალი იყო. იმიტომ რომ ბავშვები თითქოს იქ ვინც იყვნენ, ჯერ რიცხობრივად უფრო მეტნი იყვნენ, თან უფრო მობილიზებულები იყვნენ და დეკლამატორები ყავდათ ძალიან მართლა რომ გაგიჭირდება რომ აარჩიო იქიდან საუკეთესო მართლა ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩართულობაც მაღალი ჰქონდათ ამ ბავშვებს და აქედან გამომდინარე მოლოდინი იმის რომ პირველ ადგილს ავიღებდი არ მქონია არც შარშან და არც წელს. თუმცა არ ვიცი რა დამემართა სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ეტყობა ძალიან შევედი ემოციაში და ამ ემოციამ გადაძალა ეს ყველაფერი და ვთვლი რომ უბრალოდ ამის დამსახურებაა, უბრალოდ მე ვთქვი ჩემი სათქმელი თქვი ის მართალი სიტყვა რომლის თქმას მინდოდა და ალბათ ეს იყო რამაც მე პირველი ადგილი მომიტანა და ვთვლი რომ არა მარტო მე, არამედ სხვასაც რომ ესე გაეკეთებინა და მართლა გულწრფელი მართალი სიტყვა ეთქვა და რაღაც ბუნებრივი ყოფილიყო, ვთვლი რომ ისინიც საიღებდნენ პირველ ადგილს და გაინაწილებდნენ სხვა ჯილდოებსაც. ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულიერი მასაზრდოებელია ჩემთვის, როგორც თეატრი, ასევე ლექსები. ძალიან მომწონს, რომ მკითხულობ მართლა მშვიდდები და ძალიან თავისუფლად ვარ, რომ მკითხულობ ლექსს, მგონია რომ ყველაფერი მავიწყდება და რაც შეეხება როდის აღმოაჩინე ესეთი აღმოჩენა არასოდეს არ გამიკეთებია, უბრალოდ ყველაფერი რაღაც ძალიან შემთხვევით მოხდა შარშანაც და წელსაც, უბრალოდ შარშან ძალიან შემთხვევით მოხდი წელსაც რაღაცა და თურმე ესე შემთხვევით, როდესაც ნაბიჯებს გადადგავ, აღმოჩნდება და აღმოაჩენ იმ ნიჭს და შესაძლებლობებს, რომლებიც გააქვს. ეს იყო უბრალოდ შემთხვევითობა, თორემ ახლო კავშირს ისე ლექსებთან სულ გრძნობდი სკოლაშიც, როცა პატარა ვიყავი. ძალიან მომშვიდებს და სიამოვნებს უბრალოდ რასაც ვაკეთებ. ვთვლი რომ დამეხმარება ბევრ რამეში, დამეხმარება იმაში, რომ მოუძებნო ჩემი თავისუფალი სივრცე, რაც არის ჩემი ფანტაზია და გონება და ამას ავითარებს ლექსების კითხვა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და როდესაც ლექსს ვკითხულობ წერილის დაწერილ სიტყვებში, ჩემს გონებაში, როგორც მე მიმაჩნია სწორად, წარმოვიდგენ იმას თუ რატომ ამბობდა ამას, რისთვის ამბობდა და როგორ ამბობდა, რისი თქმა უნდოდა, რა მდგომარეობაში წერდა ამას. ამის წარმოდგენა მეხმარება სიმშვიდეში, როგორც აღმოჩნდა უკვე გამარჯვებაში და წინსვლაში და ამასთან ერთად არის ჩემი თავისუფალი სივრცე და ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასამართლოში, სასამართლოს შენობაში, მის ხდომის დარბაზსა და ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება.
გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონის პროექტის თანახმად სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო გადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება. ამავე კანონის პროექტის თანახმად სასამართლოს ხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. მიმდინარე წლის 21-22 ივნისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა კოლხეთის თასი, სადაც მონაწილეობდნენ 2015 წელს დაბადებული სპორტსმენები. აქედან ჩვენი სპორტ ბიჭები ზოგმა პირველად მიიღეს მონაწილეობა და გახარებულები ვართ, რომ ასეთი შედეგი დადესო. 4 პირველი ადგილი დავიკავეთ. პირველი ადგილები დაიკავეს დემეტრე ჯავახიანმა, სევნარ ბენდელიანმა, დაჩი ჭანტურიძემ და გიორგი კვარაცხელიამ. მეორე ადგილი დაიკავა დემეტრე ბირბიჩაძემ. მაყოფილები ვართ ბიჭების ამ შედეგით და უსურვებ წინ ბევრ გამარჯვებებს. მე ვიყავი ზუგდიდში, ვიჭიდავი 3 შეხვედრა, წეს 4 უნდა მიჭიდავ, მაგრამ ერთ შეხვედრაზე მოწინააღმდეგე არ გამოცხადდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მიღწევით და მადლობას ვუხდი კობა და ნიკა სვიანაძეს. ჩვენ ვიყავით ქალაქ ზუგდიდში. ძალიან კაი შეჯიბრი იყო, ვიჭიდავი 4 შეხვედრა, 4-ვე მოვიგე და დავიკავე პირველი ადგილი. ზუგდიდში ვიჭიდავი 4 შეხვედრა და 4-ვე მოვიგე და დავიკავე პირველი ადგილი. ზუგდიდში ჩატარდა შეჯიბრი. დავიკავე მეორე ადგილი, ვიჭიდავი 5 შეხვედრა, ფინალი დავთმე და დავიკავე მეორე ადგილი. უფრო ბევრს ვარჯიშებ, გავხდები მსოფლიოს ჩემპიონი. ერთი წელი რაც დავდიოდი და პირველი შეჯიბრი იყო ჩემი და 3 მოვიგე და 1 წავაგე და დავიკავე 3 ადგილი და მე მინდა რომ ბევრი ვიშრომო და დავიკავე პირველი ადგილი. ხატვა არის ჩემთვის ჰობი, უკვე პროფესია. ეს არის ჩემი თავის შესაძლებელი. როდესაც აი მაგალითად აღელვებული ვარ, შემიძლია ვხატო და ამით დამშვიდდე. რავი, ბუნებაშიც შემიძლია ხატვა, რომელიც უფრო მომშვიდებს, ასე ვთქვათ. პეიზაჟების ხატვა არის უფრო ჩემი განტვირთვის წყარო და ასევე მომწონს პორტრეტების ხატვა. არ მაქვს ესეთი განწყობა, რომ აი მაგალითად არ მინდა ხატვა, ვერ დავხატო, ნახატი არ გამომივა, ან არ იქნება ესეთი როგორც მსურს. ხატვით დავინტერესდი ბაღის ასაკიდანაც, შემდეგ უკვე სკოლაშიც განვაგრძობდი ხატვას, ასე თუ ისევ და შემდეგ უკვე 10-11 წლის ასაკში შევედი ამ ხატვის გაკვეთილებზე, რომელიც იყო ონლაინ. და ვხატავდი 6 თვის განმავლობაში. შემდეგ უკვე როდესაც მივხვდი, რომ ჩემითაც შემიძლია მის გაკეთება, რასაც იქ მასწავლიდნენ და ჩემით გაკეთებული უფრო სიამოვნებდა, უკვე თანდათან დავიწყე ჩემით ნახატების ხატვა, გამოვედი სამხატვროდან და უფრო სიამოვნებდა ჩემით შესრულებული ნახატების ხატვა. განსაკუთრებულია, ჩემი პირველი გამოფენა არის, ეს უფრო განსაკუთრებულს ხდის მას და ესე რომ თქვა, ჩემთვის არის უდიდესი мотиваცია. ამ გამოფენის ესე რომ თქვა, საფუძველი არის ქალბატონი იზაღი ბრაძე, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ასევე ქალბატონი ნათია რუბაქიძე. სკილვილის კურსი არის და მასწავლიან გრაფიკულ დიზაინს. გრაფიკული დიზაინით თავიდანაც ვიყავი დაინტერესებული, რადგან ხატვის მხრივ წარმატგება ხატვას, ასე რომ ვთქვათ, და ძალიან მომწონს ეს კურსები. მასწავლიან ფოტოშოპში და ედობში, ესე რომ ვთქვათ, დიზაინის შექმნას, რომელიც ძალიან გამომადგება მომავალი პროფესიისათვის. როგორც ასევე აღნიშნა ქალბატონმა იზამ, ავიღე ბოლო სერტიფიკატს, რომელიც არის საერთაშორისო და ნებისმიერ, ესე რომ ვთქვათ, ქვეყანაშიც შევძლებ დასაქმებას. ჩემი მომავალი წარმომიდგენია ამ განხრით. ფიქრობდი უცხო ენების განხრით, რადგან ძალიან სიამოვნებს ასევე ეს საქმიანობა, ინგლისურის სწავლა ჩემთვის ძალიან მარტივია და ძალიან სიამოვნებს ასევე, მაგრამ ამ ჩემმა გამოფენებმა, ჩემმა წარმატებებმა უფრო მომცა мотиваცია, რომ გამეგრძელებინა ეს მხარე რა და შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რომ გავყოლოდი მხატვრობას. ჩემთან ატოდებს ვეტყვი, რომ
ჩემს ასაკში ეს გამოფენა და ესეთი მხარდაჭერა ბევრს არ აქვს და მინდა რომ იმათ ვინც მაგალითად დაინტერესებულიანი არიან რაიმე პროფესიით არ აქვს მნიშვნელობა თავარია გააგრძელონ ის გზა გზაზე შეხვდება ძალიან დიდი დაბრკოლებები უამრავი მაგრამ ამ დაბრკოლებების გადალახვით მივლიან იმ საბოლოო მიზნამდე რაც კი ოცნება გქონდათ და სურდათ და ის რომ თქვა არ უნდა დანებდნენ და გააგრძელონ წინსვლა